მონიშნეთ 0.4 მეასედი რიცხვით ღერძზე. ახლა რიცხვით ღერძს რომ უყურებ, მეათედი მაქვს მოცემული 0-დან 1 მეათედამდე ვარ მისული. და მაქვს რამდენი ნაბიჯი გასავლელი? 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 და 9 და 10. 10 ნაბიჯი, 10 დანაყოფი მაქვს აქ და 0-დან 1 მეათედამდე მიმდივარ. ახლა მეასედი როგორ მოვნიშნო მე? მოდი ესეთ რაღაცას გავაკეთებ. აქ მაქვს ესეთი ნახაზი და 10 ნაწილად არის დაყოფილი ეს კვადრატი და მე თუ მინდა რომ გავაფერადო ამ 10 ნაწილიდან 1 მეათედი, მაშინ ეს იქნება აი ასეთი ვიღაც. ანუ აი ამ 10 ნაწილიდან გავაფერადე მარტო 1 მეათედი. ეს არის როცა 1 მეათედი მჭირდება 10 ნაწილიდან. კი ბატონო. მაგრამ როცა მაქვს მეასედებთან საქმე, უნდა წარმოვიდგინე რომ 1 მთელი სინამდვილეში რაც აი ახლა მოცემული, ახლა მეათედი მაქვს მოცემული. 1 მთელი დაყოფილი არის 100 ნაწილად. მეასედებზე როცა მაქვს საქმე. და თუ გავაფერადე 1 მეათედი, აი ეს 1 მეათედი რაც არის, რაც წეღან გავაფერადე, როცა 10 ნაწილად იყო დაყოფილი. გავიაზრებ რომ ეს 1 მეათედი შედგება 10 დამოუკიდებელი ნაწილისგან, სადაც თითოეული რომ გავაფერადო 1 ცალი მაგალითად. ეკვივალენტური იქნება 1 მეასედის. იგივე იქნება რაც 1 მეასედი. შესაბამისად გამოდის რომ მე თუ მაქვს მეათედი მთელის, რომელიც კიდევ 10 ნაწილადაა დაყოფილი, თვითონ ნაწილი იქნება მეასედი ამის. ხო? ეს არის ცლიანად 100 ნაწილად დაყოფილი და ამიტომ გამოდის რომ 1 მეათედი იქნება 10 ნაწილად დაყოფილი. ესე იგი მე რეალურად აი ეს რიცხვითი ღერძის მონაკვეთი მაქვს აქ მეასედებად დაყოფილი. ანუ მეასედებად რაც გულისხმობ, თითო არის 1 მეასედის წარმომადგენელი და 10 ცალი ეგ გვაძლევს 1 მეათედს. ახლა თუ მე მაინტერესებს 4 მეასედის დახაზვა, მაშინ უნდა გადავთვალო. ეს იქნება 1 მეასედი ბოდიში, ეს არის 1 მეასედი, იგივე რაც 0.01 და მაშინ 4 ასეთი ნაბიჯი უნდა გავაკეთო და მივალ 4 მეასედამდე. მართლაც ეს არის 1 ნაბიჯი, ეს არის 2 ნაბიჯი, ეს არის 3 ნაბიჯი და ესეც 4 ნაბიჯი. ესე იგი გამოდის რომ აი ეს ადგილი არის 0.04, ანუ 4 მეასედი. შეგვიძლია დავწეროთ ასეც 4 გაყოფილი 100-ზე. ორივე იქნება 1 და იგივე.